ისრაელის ომში ირანთან ჩათრევის საფრთხე ბევრ ისრაელელს აფიქრებინებს, რას ნიშნავს ეს მათი არდადეგებისთვის და უსაფრთხოა თუ არა ფრენის დაჯავშნა. არ ინერვიულოთ. ისრაელის უსაფრთხოების უწყება აცხადებს, რომ ახლა უკვე აქვს გეგმა, რათა ბენ-გურიონის აეროპორტი მუშაობდეს თუნდაც რაკეტებისა და დრონების თავდასხმების დროს. ბის დროს ახალი სისტემა ისრაელის თავდაცვის ძალებს IDF მოიცავს. საჰაერო თავდაცვასა და სამოქალაქო ავიაციის დისპეჩერებს ერთიანი მართვის ქსელში აერთიანებს. რაც ქმნის ზუსტ ინტერვალებს აფრენებისა და დაფრენებისთვის. ეს შესანიშნავი ამბავია ელალისთვის, არკიასთვის და ისრაელისთვის. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელს შეუძლია ააშენოს სისტემა და მზად კონდეს ასაფრენი ბილიკი, ეს არ ნიშნავს, რომ უცხოური ავიაკომპანიები აუცილებლად ენდობიან ამ უსაფრთხოების ზომებს და რეალურად იფრენენ. ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის მარკ ფელდმანი, Zion Tours-ის გენერალური დირექტორი, რომელიც შემოგვიერთდა იერუსალიმიდან. მარკ, მადლობთ, რომ შემოგვიერთდით აი 24 News-ზე. პრაქტიკული თვალსაზრისით, როგორ იმუშავებს ეს აფრენისა და დაფრენის დროითი ინტერვალები, თუ როგორც ადრე გვინახავს, შემომავალი რაკეტა დაფიქსირდება მაშინ, როცა თვითმფრინავი უკვე უახლოვდება ბენ-გურიონის აეროპორტს? როდესაც ვკითხულობ დრამეს, სადაც წერია უნიკალური ოპერაციული შესაძლებლობები, ყოველთვის სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ცხადია, ისინი ვერ შეძლებენ დეტალურად აგვიხსნა რას გულისხმობენ, რადგან არ სურთ ირანელებმა ის გამოიხემოთ. ცხადია, თუ რაკეტები ბენ-გურიონის აეროპორტისკენ არის მიმართული, არ ვიცი რამდენად უნიკალურია ეს ყველაფერი, თუ არ გვექნება რკინის გუმბათების სერია. აეროპორტი 12 დღით დაიხურა, როცა რაკეტები ბენ-გურიონის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. თუ ღმერთმა არქნას, ეს ისევ მოხდება, აეროპორტი დაიხურება. ეს არის რეალობა. ის ფაქტი, რომ ისინი ცდილობენ არ გაიმეორონ ის, რაც წინაჯერზე გააკეთეს და არ შეზღუდონ 50-ან 100 ადამიანად. კარგია. და ძალიან კარგია, რომ ისინი ერთად მუშაობენ, რათა დროული ინფორმაცია გქონდეს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუ ბენ-გურიონის აეროპორტს დაარტყამენ, ალბათ აეროპორტის ადმინისტრაცია არ მისცემს ადამიანებს აეროპორტში მისვლის და რეგისტრაციის უფლებას და არ მოისურვებს, რომ ხალხი დაეშვას. ეს არის რეალობა. ამის მიუხედავად, კარგი გთხოვთ. გულისხმობ ეს სისტემა ალბათ დაამშვიდებს ისრაელის ავიაკომპანიებს, როგორც წარსულში ვნახეთ, რომ ისინი დამშვიდნენ. რას აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ დაარწმუნონ უცხოური ავიაკომპანიები, რომელთაგან ზოგიერთები კვლავ აჭიანურებენ ბენ-გურიონში დაბრუნებას. რას აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ დაარწმუნონ ისინი, რომ ფრენა უსაფრთხოა? კარგი, კიდევ ერთხელ, ეს მხოლოდ ავიაკომპანიებს არ ეხება. პირველ რიგში საქმე სადაზღვევო კომპანიებს ეხება. თუ ომში დავბრუნდებით, ბრიტანეთის ავიახაზები და United-ი აღარ დაბრუნდებიან. მეორეც, ეს ეკიპაჟებსაც ეხება. მიზეზი, რატომაც არც ერთი ჩრდილოამერიკული ავიაკომპანია არ ბრუნდება აქ შემოდგომისთვის, ისაა, რომ ეკიპაჟებს თელ-ავივში ღამის გათევა უწევთ. ისინი არ უნდათ ღამის გათევა. ჩვენ საომარ ზონაში ვართ და ეს არ შეიცვლება. იცი, 3i ემირატები, ეთიხადი და ეთიოპიის ავიახაზები. მუდმივად დაფრინავენ აქ. ზუსტად ისე როგორც არქია, ისრაელი და ელ-ალ. მაგრამ მომხმარებლის თვალსაზრისით არ იხიდოთ იმ ავიაკომპანიის ბილეთები, რომელიც დღეს აქ არ დაფრინავს. შანსი, რომ ისინი დაბრუნდებიან მანამ, სანამ მშვიდობა არ იქნება, ძალიან მცირეა. ახმობელი ავიაკომპანიები, მაგალითად ლოტი პოლონეთში, ან ეგიანის ავიახაზები საბერძნეთში, მათ შეუძლიათ დაუყოვნებლივ შეაჩერონ თავიანთი ფრენები. მაგრამ ავიაკომპანიების უმრავლესობა, რომლებიც არ დაბრუნებულან, აღარ დაბრუნდებიან. ეხლა როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი აგრესიულად საუბრობს და იმუქრება, რომ ირანს ქვის ხანაში დააბრუნებს, არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ დაბრუნდონ. გარდა ამის, ეს ეკონომიკური საკითხი. ეს არ არის ისე, თითქოს ბევრი ამერიკელი და ბრიტანელი ტურისტი ამბობდეს, ხო, წავიდეთ ისრაელში, ჩვენ ომში ვართ. ეს ყველგან გავრცელდა. ასე რომ, ზაფხული დავკარგეთ დიდი დღესასწაულებით. ხალხი აქ სუქოტისთვის აღარ ჩამოვა. ქრისტიანებიც აღარ ჩამოვლენ აქ კარუბის დღესასწაულისთვის. ამიტომ, სანამ აქ მშვიდობა არ იქნება, უცხოური ავიაკომპანიების უმრავლესობას აქ ვერ ნახავთ. იქნება ეს ოპერაცია ავიაკომპანიასთან რაკეტებითა და დრონებით. ისინი ომის დროს აქ არ იფრენენ. ამაზე დაყრდნობით, რა იყო მთავარი გავლენა ტურიზმზე? დავიწყეთ თუ არა ტურიზმის მცირე აღდგენა მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაამატა მეტი რეისი სხვადასხვა უცხოურ ავიაკომპანიებთან ერთად? რას ნიშნავს კიდევ ერთი ესეთი ტალღა ტურისტული ინდუსტრიისთვის? ტურისტული ინდუსტრია საკმაოდ სუსტადაა, ძირითადად ესე ვთქვათ, ოჯახისა და მეგობრების ვიზიტები. ვიღაცა ჩამოდის, რომ მოინახულოს ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრობს, ხო ასე. და ჩვენ ბევრი პოლიტიკური დელეგაცია გვყავს. თითქმის ყველა ABC, AIPAC, J Street-ის კონგრესის დელეგაცია მოდის აქ, რომ ფეხი დადგას, ცდილობენ გაიგონ რა ხდება, ცდილობენ ნახონ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვის უნდა შეხვდნენ, ვის შეიძლება იყოს მომავალში მთავრობაში, მაგრამ ჩვენ არ გექნებათ ის ძირითადი, რასაც ჩვენ უწოდებთ დასასვენებელ ტურიზმს. კარგი? Birthright-ის ჯგუფების რაოდენობა შემცირდა მცირე რიცხვად. არც ერთი საეკლესიო ჯგუფი არ ჩამოდის, ძალიან ცოტა დასასვენებელი ჯგუფია. საკრუიზო გემებმა ისრაელზე უარი თქვეს 97 წლამდე. ესე რომ სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც თითქმის 3 წელია ვცხოვრობთ. ეს მარტივი პროფესია არ არის. ტურისტული გიდების უმეტესობა, მიც მე ვიცნობ, სადა შეეცვალა თავისი საქმიანობა. რესტორნები, რომლებიც ტურიზმზე იყვნენ დამოკიდებული, ტაქსები
ეს ყველაფერი სერიოზულად, ძალიან სერიოზულად დაზარალდა. და სამწუხაროდ ალბათ ეს უახლოეს მომავალში არ შეიცვალა. მაშასე, სანამ დავასრულებთ, მარკ, რა იქნებოდა შენი გზავნილი მოგზაურებისთვის, როგორც ისრაელელებისთვის, ასევე უცხოელებისთვის ამ ეტაპზე? მოусმინეთ, პირველ რიგში პანიკობთ, უდმივად მირეკავენ და ელფოსტასაც მიგზავნიან. გონიათ აეროპორტი ღია დარჩება, დაბოხდება. ეს საკითხები ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა, აირჩიეთ ავიაკომპანია, რომელსაც ენდობით, იცოდეთ, რომ თუ ისინი გააუქმებენ, ეს არ იქნება დასასრული. კარგი. თუ აუცილებლად უნდა მოხვდეთ სადმე ქორწილისთვის ან ღმერთმა არქნას დაკრძალვაზე, ვიცით რომ არსებობს ალტერნატივები, იქნება ეს იორდანიის ან ეგვიპტის გავლით, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, სულ რამდენიმე თვის წინ. საბოლოო ჯამში უბრალოდ არ უნდა იდარდო. არ შეგიძლია ღამე არ გეძინოს იმაზე, რაც შენს კონტროლს არ ექვემდებარება. ხო, მოგზაურობა იცით, სტრესულია. ისედაც საკმარისად რთულია ამ შეჩერებების გარეშეც, მაგრამ მართალი ხარ. იდარდებ იმაზე, რასაც ვერ აკონტროლებ. მომწონს ეს მესიჯი, მარკ. დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენთან, 24 ნიუსზე. არაფერს.